საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. Georgia Capital, Georgia Global Utility-დან სრულად გადის საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში დადებული გარიგების პირობის შესაბამისად ესპანური ჰოლდინგი აქვალია გამოისყიდის Georgia Global Utility-ში დარჩენილ 20%-იან წილს. დეტალებს გიყვებით საქმიან საღამოში. თავრობის განკარგულებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მეეცა თანხმობა გამოაცხადოს აუქციონი 20 წლამდე ვადით. თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე კოოპერატივის გარდა სხვა იურიდიულ პირზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით შემდეგი დამატებითი სანებართვო პირობებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი ფინანსური დახმარების მექანიზმი შემუშავდება, რომლითაც დასავლეთ საქართველოში 2025 წლის თებერვალში დიდ თოვლობით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას უკავშირდება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში მოცვის მწარმოებლები ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით ერთი საოპერაციო წილის ხარჯების დასაფინანსებლად. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბიზნეს გარიგება შედგა. საქართველოს კაპიტალი კომპანია Georgian Global Utility-დან სრულად გადის, ანუ GVP-ს წილს საბოლოოდ ყიდის და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ესპანური კორპორაცია აქვალია გახდება. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით გარიგება ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში გაფორმებული გარიგების პირობების შესაბამისად სრულდება. Georgia Capital 20%-იან წილს ესპანურ კომპანიას 70 მილიონ 400,000 დოლარად მიხილის. ტრანზაქცია 2025 წლის ივლისის ბოლომდე დასრულდება, ხოლო თანხას ლონდონის საბონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანია ნაღდი ფულის სახით მიიღებს. ამრიგად, ესპანურ ჰოლდინგს საქართველოში აქტივების შესყიდვა ჯამში 250 მილიონი დოლარი დაუჭდა. შედეგად, აქვალია GVP-ს და რამდენიმე ჰესის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ქართული ბანკების და კრედიტების მონაცემები გაანაახლა. როგორც უახლესი სტატისტიკიდან ვიგებთ, გასულ თვეში ბანკებმა არასრული 457 მილიონი ლარის ახალი სესხები გასცეს, რის შედეგადაც ბანკების ჯამურმა სასესხო პორტფელმა 64,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამრიგად, სესხების წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ თუ ლარში გაცემული სესხების მოცულობა მცირედით 1,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობა 0,2%-ით შემცირდა. რაც SEBI-ს მიერ წინა თვეებში მიღებულ ახალ რეგულაციებს უკავშირდება. 2025 წლის მაისის ბოლოსთვის სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57,13% შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი გამოეხმაურა, რომელიც ვარაუდობს, რომ არსებული ტენდენციის გათვალისწინებით და კრედიტების ზრდის ტემპი შესაძლოა 3 წლის მინიმუმამდე ჩამოვიდეს. ერთი წლის წინ მთლიანი პორტფელის ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით იყო 18,96%. ახლა 31 მაისის მდგომარეობით ზრდის ტემპი ჩამოვიდა 5,7%-მდე. ანუ ერთ წელიწადში თითქმის 4%-იანი კლება გვაქვს. ასევე გრაფიკზე კარგად ჩანს, რომ საბანკო სექტორმა თავის პიკს 2024 წლის მაისში მიაღწია და ამის მერე ნელი, მაგრამ შეუქცევადი დაღმასვლის დინამიკა დაიწყო. ამასთანავე წელს პირველი 5 თვის შედეგების მიხედვით გაცემული სესხების ზრდის ტემპია 7%. შესაბამისად, მგონი ცხადი უნდა იყოს რა მიმართულებით განვითარდება მდგომარეობა მომავალ თვეებში. ჩემი ვარაუდით, კლების ამ ტემპით მაღალია შანსი, რომ ძალიან მალე ბოლო 3 წლის მინიმუმზე ჩამოვიდეს პორტფელის ზრდის ტემპი. ასევე შანსია, რომ ვარდნა ბოლო 5 წლის მინიმუმზე, ანუ პანდემიის დროინდელ მაჩვენებლებზე უფრო დაბლა ჩამოვიდეს. ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდის ტემპის შენელება სავარაუდოდ იპოთეკის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, სადაც, როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში კლება შეენიშნება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად 2025 წლის მაისში ქართულმა ბანკებმა სულ 4665 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა ჯამური ღირებულება 377 მილიონ 700.000 ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკებმა 2.4% იკლო, თანხმობრივად კი პორტფელი თითქმის 8%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ახლა შარშანდელზე უფრო ნაკლები იპოთეკა გაიცემა, მაგრამ ის, რომელიც გაიცემა, თანხმობრივად უფრო დიდია, რაც შესაძლოა უძრავი ქონების გაცვირებას და ქვეყანაში რისკის მომატებას უკავშირდებოდეს. ჯამურად კი წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით ბანკებმა 1.60 მილიონი ლარის ღირებულების იპოთეკები გასცეს. გასულ თვეში ასევე მცირედით გაიზარდა ქართულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა, რომელმაც მაისის ბოლოსთვის 58 მილიარდ 920 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ მაისში მომხმარებლებმა სადეპოზიტო ანგარიშებზე არასრული 151 მილიონი ლარი შეიტანეს, ანუ დეპოზიტების პორტფელი 0.24%-ით გაზარდეს. საანგარიშო პერიოდში უფრო დიდი ზრდა ვადიანი დეპოზიტების მიმართულებით დაფიქსირდა, რადგან ამ ტიპის ანგარიშებზე მომხმარებლებმა 811 მილიონი ლარი შეიტანეს. საპერწონეთ მოთხოვნამდე დეპოზიტების პორტფელი არასრული 671 მილიონი ლარით შემცირდა. 2025 წლის მაისის ბოლოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.24% შეადგინა. ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა კომპანია Visa და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატამ ერთობლივი კონფერენცია გამართეს, რომელიც ტურიზმის სექტორში შესრულებულ გადახდებს მიეძღვნა. როგორც Visa-ს კვლევიდან ვიგებთ, 2022-24 წლებში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების 35%-ზე მეტი ახლო აღმოსავლეთიდან იყო, 30% ევროპიდან, ხოლო 25% DST-ის ქვეყნებიდან. TBC ბანკის თანადამფუძნებლების და პარტია ლელოს ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუშინ რამდენიმე დღის წინანდელ დაკავებას დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ბიზნესმენების შეფასებით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბიზნესის წესებით და კანონებით კეთების სიმბოლოებად რჩებიან, ხოლო მათი დაკავების დროს გაჩვენება ქვეყნისთვის საზიანოა. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და ეკონომიკაზე ცუდად აისახება. მამუკასთან და ბადრისთან ვმეგობრობ უკვე რამდენიმე ათეული წელია და ეს არის არა მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობები. ამიტომ ბუნებრივია ჩემთვისაც პიროვნულად და ზოგადადაც ძალიან გულდასაწყვეტია მათი დაკავების ფაქტი. მე ასე ვხედავ, რომ ეს მათი პოლიტიკური პოზიციის და პრინციპულობის შედეგია, თუმცა მგონია, რომ როდესაც არსებობს შესაძლებლობა სასამართლომ გამოიყენოს უფრო მსუბუქი ღონისძიება, მაგალითად ჯარიმა, მამუკას და ბადრის შემთხვევაში ეს უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მამუკას და ბადრის გაკეთებული უამრავი კარგი საქმე ქვეყნისთვის და ქართული ბიზნესისთვის იმხელა მასშტაბისაა, ვერაფერი დააზიანებს მათ პიროვნულ სახელს და ვერც მათი ბიზნესების ინსტიტუციურ რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. გაჩუმება ასეთ დროს არ მოსულა. ქვეყნისთვის მართლა საზიანოა. მამუკასთან და ბადრისთან როგორც ბიზნეს კონსულტანტს 27 წლიანი საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. საგადასახადო და საფინანსო საკითხები, რომელთა მოგვარება გადაწყვეტაში ჩვენ ვიყავით ჩართულები, იყო ერთობლივი ძალისხმევა გამრუდებულის გასასწორებლად. ჩემთვის ეს ორი პერსონა და ახლა უკვე მეგობარი იყვნენ და რჩებიან სიმბოლოებად ბიზნესის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის წესებისა და კანონებით კეთებისა, რაც ასე იშვიათი იყო მაშინ და რამაც განაპირობა არაერთი ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში. გული მტკივა, რომ ისინი ამ პოსტს უჩვეულო გარემოში წაიკითხავენ და უნებურად მახსენდება ბწკარედი გალაქტიონის ლექსიდან. არის ამ ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენი ხნით, მაგრამ ასეთი. კომპანია უსასრულო ენერგია საჩხერეში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, რისთვისაც სახელმწიფოსგან მიწა 59 წლიანი აღრმავების უფლებით მიიღო. სამთავრობო განკარგულების თანახმად წლიურად სარგებლობაში გადაცემის საფაზურად 14,000 ლარის გადახდა იქნება საჭირო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე აკვაკულტურის მეურნეობა მოეწყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ უკვე გამოსცა და ის ამ ტიპის ნებართვის 20 წლამდე ვადით გაცემისთვის აუქციონის გამოცხადებას გულისხმობს. პირობების თანახმად აკვაკულტურის მეურნეობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ადგილობრივ მოსახლეობას პირუტყვის დაწყურების მიზნით წყალსაცავით სარგებლობაში. სოფლისთვის გეტყვით, რომ ექსტენსიური აკვაკულტურა წყალსაცავის ხელოვნურად გამრავლებული სახეობებით, მათ შორის ქვირითით, ლავრით, ლიფსიტით დათევზიანებას გულისხმობს, რომლის მიზანი მისი შემდეგი გამოყენება და რეალიზაციაა.
მთავრობამ გურიის და იმერეთის რეგიონებში 2025 წლის თებერვალში დიდ თოვლობის შედეგად დაზარალებული მეურნეობების დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარი მაქსიმუმ ერთი ობიექტის ანაზღაურებას მიიღებს, ხოლო ინდივიდზე გასაცემით თანხის მოცულობა 245,000 ლარიდან 100,000 ლარამდე მერყეობს. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეერჩია თელარა გელანდიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. მჯერა ლევან დავითაშვილი ბოლომდე არ ჩახვება არასწორი მიმართულების მორევს. გია პირადაშვილი 2024 წლის 22 დეკემბერი. საქართველოს ბიზნეს კლიმატი და ბიზნესმენების განწყობა პოლიტიკური კრიზისის პირობებში. როგორ მოქმედებს ბუნდოვანი საგარეო თუ საშინაო მომავალი კერძო სექტორის გეგმებსა და შექმნილ რეალობაში რამდენად აქვს ბიზნესისთვის მნიშვნელობა, ვინ ჩაიბარა ეკონომიკის სამინისტრო. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ვინივერიას და შატომერე ვაინსის თანადამფუძნებელი ბიზნესმენი გია პირადაშვილი წერტილში თელარა გელანდიასთან ერთად. საქმეს საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრი და რა თქმა უნდა ტრადიციულად უნდა დავიწყოთ განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით, რომელიც ამერიკული ინდექსებისათვის ძალზე საინტერესო იყო. მართალია, S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსებს დიდად გამორჩეული დინამიკა არ ჰქონია, თუმცა NASDAQ-ის ინდექსმა დააფიქსირა დამატებით 0.5%-იანი ზრდა და უკვე ლამის კვირა ეს ტენდენცია გრძელდება. ამ წუთების მონაცემებით NASDAQ-ს ისევ და ისევ პოზიტიური შედეგი აქვს და უკვე ოფიციალურად გადავინაცვლეთ რეკორდულ ზონაში. ანუ მარტივად რომ გითხრათ, ამერიკული ტექნოლოგიური მსხვილი კომპანიების საბაზრო შეფასება ასეთი მაღალი ისტორიაში არასოდეს ყოფილა. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა უკავშირდება მოლოდინების გაუმჯობესებას ინვესტორების მხრიდან. ამას თავისი ასეთ განაპირობებს რამდენიმე ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ უკვე ბაზარზე ჩნდება მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა მოსოლნელზე უფრო ადრეც კი შეამსუბუქოს, მათ შორის სპეკულაცია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინტერვენცია შეიძლება ვიხილოთ უკვე მომავალ თვეს, ეს კი რა თქმა უნდა ტექნოლოგიური სექტორისათვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. ამას გარდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაისადგურა მშვიდობა ცხადია თავისი არსით. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დიდად ტექნოლოგიურ გიგანტებს არც ადარდებდათ და მათ ფინანსურ შედეგებს, თუმცა სტაბილურობის შეგრძნება მათ რა თქმა უნდა მოსწონთ და ინვესტორებისათვის ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი არის უფრო მეტად ფსიქოლოგიური სტაბილურობა ვიდრე ფინანსური სტაბილურობა, რადგანაც როგორც გითხარით, Nvidia-ს, Meta-ს თუ Amazon-ს შემოსავლები არ გაუარესდებათ იმის და მიუხედავად ირანში მოხდება რამე თუ არ მოხდება. აქვე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის დაკავშირებული ჩინეთთან. კერძოდ ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობასთან, რომელთან დაკავშირებითაც უკვე კვირა ფაქტობრივად სიახლე არ გაგვიგია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ მხარეები თავიანთ ასე ვთქვათ სფეროებში ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მხარეებს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელიც იქნება დაკავშირებული ვაჭრობის დარეგულირებასთან. ამ ხელშეკრულებას დიდი ალბათობით ხელს მოაწერენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი და ხელშეკრულება დაარეგულირებს საბოლოო ჯამში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ფაქტობრივად ყველანაირ დონეზე და ეს გაურკვევლობა არის ის, რაც ყველაზე მეტად აშინებთ ამჟამად ინვესტორებს. ასევე ჩნდება მოლოდინები და ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე 2-3 კვირაში ევროკავშირთანაც გაფორმდება ახალი სავაჭრო შეთანხმება. ამ მიმართულებით დიდად დრამატულ ცვლილებებს არ ველით, რა თქმა უნდა, ტარიფები გარკვეულ დოზაზე დარჩება, მაგრამ მაინც ევროკავშირია შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეფერენციული, ასე ვთქვათ, მოპყრობა ექნება ევროკავშირის მიმართ და ისეთ რთულ, ასე ვთქვათ, სავაჭრო ჩიხში არ შევალთ, როგორც ეს აღმოჩნდა ჩინეთთან მიმართებით. მოკლედ, ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რასაც ინვესტორები ითვალისწინებენ და ამას ისიც ემატება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით 2-3 კვირაში, ტექნოლოგიური გიგანტები დაიწყებენ თავიანთი ფინანსური შედეგების გასაჯაროებას და ალბათ უკვე ყველანი კარგად ხვდებით იმ შედეგებში, რა იქნება სავარაუდოდ
გიგანტები გადაანგრევენ ყველანაირ მოლოდინებს, მათ ექნებათ რეკორდული როგორც შემოსავლები, ასევე მოგება, რასაც უკვე ყური მიეჩვია, რაც უკვე არის არა უბრალოდ მოსაოდნელი, არამედ უკვე მათემატიკური გარდაუვლობა შესაბამისად ამისათვის ინვესტორები ემზადებიან, ყიდულობენ მსხვილი კომპანიების აქციებს და მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ამ ტენდენციით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო, გუშინ მაგალითად ეს იყო Nvidia, ის გახდა პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანია, ახლა უკვე მისი კაპიტალიზაცია აღწევს $3 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს. კაცობრიობის ისტორიაში ესეთი მაღალი შეფასება არც ერთ კომპანიას არ ჰქონია და მან ეს შედეგი დააფიქსირა დაახლოებით ბოლო 5 წელიწადში, რადგანაც ამ მოკლე პერიოდში მან დადო 1600%-იანი ზრდა. მსგავსი შედეგი არც მეტი არც ნაკლები პლანეტაზე არც ერთ კომპანიას არასოდეს არ ჰქონია, რადგანაც Jensen Huang's ტექნოლოგიური გიგანტი ახლა იმყოფება ინდუსტრიული რევოლუციის ახალი ეპოქის ფრონტის წინახაზე. ეს რევოლუცია კი არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტთან შესაბამისად. ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაფრის რევოლუციას მოახდენს. ამ რევოლუციის სათავეში კი არის Nvidia, რომელიც ყველაზე დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს, ამიტომაც ის ახალ რეკორდებს აღწევს და ამ წუთების მონაცემებითაც, როდესაც ამ საკითხებს საუბრობთ, Nvidia ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე დროა გადავინაცვლოთ Wall Street-ზე და ვნახოთ რა ხდება საფონდო ბირჟაზე. გვაქვს აღმასვლა, რომელიც როგორც გითხარით, უკვე ფაქტობრივად გარდაუვალი იყო. S&P 500 შემთხვევაში ეს არის +0.64%, Dow Jones-ის ინდექსთან 0.81%, Nasdaq-ის შემთხვევაში კი +0.66% და როგორც ხედავთ, Nasdaq-ის საფონდო ინდექსი ამჟამად იმყოფება რეკორდულ ზონაში. სავარაუდოდ უკვე ხვალ ინდექსი დააფიქსირებს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს. ამერიკიდან უნდა გადავინაცვლოთ ევროპაში, სადაც თლად ასეთი დინამიკა და პოზიტიური განწყობა არ არის, რადგანაც ეს მაინც ევროკავშირია, იქ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის ისეთი შტამბეჭდავი, როგორიც არის ამერიკაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექ გიგანტები არიან დაფუძნებულნი სილიკონის ველზე და არიან დალისტულნი Wall Street-ზე. შესაბამისად, ევროკავშირთან მიმართებით ასეთი ამაფეთქებელი ტენდენციების მოლოდინები ინვესტორებს არ აქვთ. შედარებით ნელი არის ზრდა, თუმცა ეს ზრდა მაინც არის პოზიტიური და როგორც ხედავთ, გვაქვს +0.09%. იაპონიას აქვს სხვადასხვა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგად საქმე, +1.64% ფიქსირდება აზიურ ბაზარზე, ხოლო შანხაი კორექციას აფიქსირებს უკვე კარგა ხანია, ვარდა არის 0.22%, რადგანაც ის კაპიტალი, რომელიც ერთ დროს გავიდა ამერიკიდან და გადავიდა აზიაში, ახლა უკვე ისევ ბრუნდება იქ, სადაც არის მისი ადგილი. ეს ადგილი კი ყველამ კარგად ვიცით, რომ არის Wall Street-ი. ადგილი, სადაც ყველაზე დიდი თანხა ინახება, რადგანაც სწორედ იქ იქმნება პლანეტის ეკონომიკა. თავიდან ეშინოდათ ინვესტორებს ტრამპის, ეშინოდათ სავაჭრო ომის, სატარიფო გაურკვევლობის, ასევე გეოპოლიტიკური კონფლიქტების, სხვადასხვა გართულებების, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდნენ ინვესტორები იმას, რომ ამერიკულ ეკონომიკას და ამერიკულ საფონდო ბირჟას ვერაფერი ვერ აჯობებს, ამიტომაც ეს კაპიტალი უკვე ძალიან აქტიურად ხედავთ ჩარტებზე, რომ გადმოედინება ისევ აზიიდან ამერიკაში, რაც პრინციპში იყო რეტროსპექტივაში გარდაუვალი. დროა გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ამ წუთებში გვაქვს მატება, ნავთობი არის გაზვირებული, როგორც ხედავთ, 1.9%-ით, ამჟამად მაგალითად ბრენდის ფასი არის $68.5, WTI-ის ღირებულება კი $65.66 ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ამ მცირედი მატებისა, როგორც ხედავთ, ერთკვირიან პერიოდში ნავთობი არის გაიფებული საშუალოდ 11%-ით. ამას ცხადი აქვს მიზეზი, ეს მიზეზი არის ძალიან მარტივი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარება. ეს მშვიდობა ცხადია გრძელვადიანი და ისეთი გარანტირებული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის, შესაბამისად გვაქვს აქ კლება, რადგანაც ნავთობი და გაზი ზვირდება მაშინ, როდესაც იმატებს რისკები. გაზი ვახსენე და როგორც ხედავთ, -20% გვაქვს ერთ კვირაში, ამას ზედმეტი ახსნა გამარტება უკვე აღარ სჭირდება. აქვე უნდა ვისაუბროთ ოქროზეც, მას დიდად გამორჩეული კვირა არ აქვს, რადგანაც 1%-იან კორექციას ხედავთ და უნცია მეტალის ფასი შეადგენს $321. ამ არა გამორჩეული კვირის და თვის მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში, როგორც ხედავთ, ოქრო აფიქსირებს +43%. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში არის მსოფლიო მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით განპირობებული. კრიპტოინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელიც დღეს ისე და ისე კორექციის ფაზაში გადავიდა. ბაზრის საერთო შეფასება დაეცა 2% და ის ამჟამად შეადგენს $3.390 მილიარდ. ბიტკოინის ფასი არის $107,100 ფარგლებში, ეთერიუმი კი $2,400 ივაჭრება. აქ ძვრები დიდად გამორჩეული და საინტერესო ნამდვილად
ნამდვილად არ არის კაპიტალიზაციას, რაც შეეხება ბიტკოინისა, ისევ და ისევ მერყეობს 2,131 მილიარდი დოლარის ფარგლებში. ბიტკოინი ბოლო დროს გარკვეულწილად სტეიბლ კოინად ჩამოყალიბდა, იმდენად სტაბილურად ინარჩუნებს ის $100,000 ნიშნულს, ხოლო ეთერიუმის შემთხვევაში კაპიტალიზაცია გვაქვს 293 მილიარდი დოლარი. ეთერიუმს სახარბიელოდ საქმე ბოლო პერიოდში ნამდვილად არ აქვს, რაც ნელი ინოვაციით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ ეთერიუმი ალბათ ყველაზე ნაკლებ ფულს ხარჯავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობიზმზე, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად XRP-ზე, Solana-ზე, Cardano-ზე და სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებზე, რომელთა ხელმძღვანელები ფაქტობრივად უკვე ცხოვრობენ ვაშინგტონში და ცდილობენ, რომ ისეთი კანონმდებლობა მიიღოს ამერიკის მთავრობამ, რაც ზუსტად მოერგება მათი კომპანიების ინტერესებს. ასეთი ინტერესები სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვიტალიკ ბუტერინს, ანუ ეთერიუმის დამფუძნებელს არ აქვს და ეს ყველაფერი თავად ამ პროექტის შეფასებაზეც აისახება. აქვე უნდა გადამოვსვლოთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელმაც დღეს დააფიქსირა ძალიან კარგი შედეგი +1.32% და ნელ-ნელა დაუბრუნდით ისევ რეკორდული აღმასვლის დინამიკა, სავარაუდოდ უკვე ხვალ აქ დავინახავთ ახალ რეკორდულ ნიშნულს. ეს ყველაფერი კი იმითი არის განპირობებული, რომ საქართველოს ბანკს ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ფინანსური შედეგები აქვს. TBC-ს რაც შეეხება, აქ მცირედი მატება გვაქვს ბოლო პერიოდში, დიდად გამორჩეული დინამიკა არ არის. ვინაიდან და რადგანაც ინვესტორები ელოდებიან კომპანიების მხრიდან კვარტალური შედეგების წარმოდგენას და აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც დოლართან მიმართებით ბოლო პერიოდში არის გამოყარებული და კურსი გვაქვს 2.72. ევროსთან და სტერლინგთან დღეს სხვათაშორის მკვეთრი გაუფასურება იყო. ევროს კურსი გვაქვს 3.19, უკვე როგორც ხედავთ ძალიან მკვეთრი ცვლილება არის ეს ერთ დღისათვის, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.74 ლამის 4 თეთრიან ცვლილებას ვხედავ და აქვე უნდა ვისაუბროთ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა გადასაცემ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომელიც მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%, ხოლო ანგარიშზე 50,000-ზე მეტი ხონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ეს ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ჩვენ კი საქმე საღამოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. როგორც რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეთ, Nvidia გახდა კომპანია, რომლის კაპიტალიზაცია მიაღწია ჯერჯერობით ისტორიაში არ ნახულ შედეგს. დღეს საქმე საღამოში Nvidia-ზე და სხვა გლობალურ კომპანიებზე უფრო დეტალურად მოგყვებით, რადგან გლობალურ ბიზნესში არაერთი საინტერესო სიახლე დაგროვდა, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. დღეს ასევე მოგიყვებით იმას, თუ რა ხდება მსოფლიოში გეოპოლიტიკის მიმართულებით ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი, თვალში შესამჩნევი და ყველა მნიშვნელოვანი სიახლეს, რომელიც განვლილი 24 საათის განმავლობაში დაგროვდა, რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. მსოფლიოში მომხდარი ამბების განხილვას ვიწყებთ გაერთიანებული სამეფოთი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკით, საიდანაც როგორც ჩანს არის ძალიან დიდი მიგრაციული ტალღა, განსაკუთრებით მდიდარი ადამიანებისა. მისეზებზე ახლა საქმე საღამოში მოგიყვებით. გლობალური სიმდიდრის მიგრაციისთვის 2025 წელი გარდამტეხი იქნება. უარყოფითი მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებულად შეიმჩნევა გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ისტორიაში პირველად იქცა ქვეყანად, რომელიც ყველაზე მეტმა მილიონერმა დატოვა. Henley & Partners-ისა და New World Wealth-ის მიერ შესრულებული კვლევის თანახმად 2025 წელს დიდი ბრიტანეთიდან 16,500 მილიონერი გადაბარგდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო წლებში გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2024 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გამკაცრდა მოგების და მემკვიდრეობის გადასახადები. 2025 წლის აპრილიდან კი ძალაში შევიდა ახალი წესები, რომლებიც პირდაპირ ეხება არარეზიდენტი მდიდარი პირების სტატუსს და ოჯახური ქონების სტრუქტურებს. Ბევრმა მილიონერმა ის ცვლილებები მათ სიმდიდრეზე შეტევად აღიქვა და სწორედ ასე გაჩნდა ტერმინი Wexit-ი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს და სიმდიდრის მასობრივ გადინებას აღნიშნავს. მილიონერები პირად ქონებას უფრთხილდებიან და ის ისეთ იურისდიქციაში გადააქვთ, სადაც გადასახადები დაბალია, ბიუროკრატია ნაკლებია, ხოლო ცხოვრების სტილი და დონე უკეთესი. საერთო ჯამში ლონდონი მიზიდულობის ძალასაც კარგავს. სანაცვლოდ მდიდარი ბრიტანელები მასობრივად გადადიან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, შვეიცარია, მონაკო, მალტა, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი. ეს ადგილები განსხვავებულია, მაგრამ იქ შედარებით დაბალი გადასახადებია, საბანკო საფინანსო სექტორი სტაბილურია, ხოლო ცხოვრების სტანდარტი მაღალი. ამასთან ზემოხსენებულ ქვეყნებში უმეტესწილად კარგი ჰავა და გემრიელი სამზარეულოც აქვთ.
რა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც აწუხებთ როგორც ეკონომისტებს, ასევე ანალიტიკოსებს, მაგრამ ნაკლებად ინვესტორებს. ეს საკითხი შეიძლება ყურადღებას იქცევდეს, რადგანაც უბრალოდ კარგად და შოკის მომურელად ჟღერს, თუმცა როგორც თქვი, ინვესტორებს იგი დიდად არ ადარდებთ, რასაც აქვს რამდენიმე კარგი ახსნა და კარგი, ასე ვთქვათ, განმარტება. ეს საკითხი უკავშირდება ამერიკის ფედერალური მთავრობის ვალის მოცულობას, რომელზედაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ, ვინაიდან და რადგანაც ტრამპის მთავარი ამოცანა, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა მეორევადით, იყო სწორედ ამ ვალის მოცულობის შემცირება. მათ შორის ილონ მასკიც მის გუნდში ამ მიზნით გამოჩნდა მილიარდერ მეწარმეს დოუჟის საქმიანობის ფარგლებში უნდა შეემცირებინა ვალის მოცულობა, მაგრამ ვალი ვერა და ვერ შემცირდა და უფრო მეტიც მიმდინარე კვირას მან ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რომელიც უკვე შეადგენს არც მეტი არც ნაკლები 37 ტრილიონ დოლარს. ეს არის პლანეტის ისტორიაში ყველაზე დიდი ვალის მოცულობა, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი ვალი ვერავის ვერასოდეს ვერ ექნებოდა ფიზიკურად. მაშინ ამერიკას დიდი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო რომელიღაც და მის შესახებ ჩვენ ინფორმაცია უნდა გქონოდა, რაც რა თქმა უნდა ჭეშმარიტება არ არის და ეს ვალის მოცულობა უფრო დიდია თავად ვიდრე ამერიკის ეკონომიკა. უფრო კონკრეტულად დაახლოებით 130%-იან სხვაობასთან გვაქვს საქმე, ანუ ვალი არის უბრალოდ კოლოსალური და ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ თავად ეს ვალი იზრდება. თანაც რაც არ უნდა უცნაური იყოს, არა უბრალოდ რაღაც ლოგიკური ბიჯებით, არამედ ფაქტობრივად გეომეტრიული პროგრესიით, რადგანაც ყველაზე დიდი ნახტომი ამ ვალმა დააფიქსირა გამვლილ 10 წელიწადში და არც მაგალითად 100 წელიწადში. აქ არ ყოფილა ისეთი ლოგიკური მატება, რაც შეიძლება რაღაც იმაში ჩავსვათ. მაგალითად ლოგიკურ სტრუქტურაში აქ უფრო მეტად ხედავთ პოლიტიკურ ნებას და ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც როგორც წესი არის გატარებული მართველი ხელისუფლების მიერ და მორგებული არის მის პირად ინტერესებზე, რადგანაც ხელისუფლება მიცის, რომ ის იქნება ხელისუფლებაში მინიმუმ მაქსიმუმ 4 წლით, აი ამ ასე ვთქვათ, ფანჯარაში 4-დან 8 წლამდე, 8 წელზე მეტი უბრალოდ ფიზიკურად პრეზიდენტი ვერ იქნება. შესაბამისად, არავის არ ადარდებს რა მოხდება 20, 30, 40 ან 60 წელიწადში და ის ფაქტი, რომ ეს ვალი ერთ დროს გახდება 50 ტრილიონი, 60 და 100 ტრილიონი, ეს მათ დიდად, რა თქმა უნდა, არ ადარდებთ, მაგრამ ამ არ დარც აქვს ეკონომიკური ახსნა და ნუ გვეგონება, რომ ამერიკაში არ იციან ეს ვალი რას ნიშნავს. ძალიან კარგადაც იციან და აქვე ამ ვალთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი ის არის, რომ ეს ვალი ცხადია არის პროცენტზე მიბმული, არც ერთი ვალი დედამიწაზე არ არის უპროცენტო და არც ამერიკის ვალი არ არის უპროცენტო და უფრო კონკრეტულად დაახლოებით ახლა ამ ვალის მომსახურება ამერიკის მთავრობას უჯდება 900 მილიარდი ტრილიონი დოლარი. ეს მოცულობა რა თქმა უნდა დროსთან ერთად გაიზრდება ვალთან ერთად და უკვე შეიძლება რომ 2032 წლისთვის, ანუ არც ისე შორეულ მომავალში ამ მომსახურების პროცენტმა მხოლოდ და მხოლოდ შეადგინოს 1,5 ტრილიონი დოლარი. 1,5 ტრილიონი დოლარი გასაგებით მეტია ვიდრე სახელმწიფოების აბსოლუტური უმეტესობის ეკონომიკის მოცულობა, ანუ ამდენის გადახდა მოუწევს ამერიკას მხოლოდ და მხოლოდ პროცენტში. ძირის დაფარვაზე საუბარიც კი ზედმეტია ამ შემთხვევაში, ხოლო 53 წლისთვის თუ კი ამ ტრაექტორიით განვითარდება ამერიკა, უკვე ვალის პროცენტის მომსახურება დაჯდება 5,9 ტრილიონი დოლარი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ლამის ინდოეთის ეკონომიკის გადახდა მოუწევს ამერიკას მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ საკუთარ ვალს მოემსახუროს. ეს რა თქმა უნდა არის კოლოსალური რისკები, რაც აშფოთებს, როგორც თქვი, ეკონომისტებს, რაც აშფოთებს მედიას, მაგრამ როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნე, ეს დიდად არ ადარდებთ ინვესტორებს, რადგანაც საფონდო ბირჟაც იზრდება რეკორდულად, რასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი ახსნა. ხო, და თავისი ახსნა აქვს აგრეთვე ვალის აღების პრაქტიკასაც. ვალს როგორც წესი ქვეყანა იღებს იმისთვის, რომ იმაზე სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ეს შესაძლებელია ქვეყნის ბიუჯეტით, რადგან ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში არ არის პროფიციტული, ანუ მარტივანაზე რო ვთქვათ, ბიუჯეტში მოგება არც რჩება, შესაბამისად თუ კი მოგება არ რჩება, მაშინ ქვეყნის განვითარება რაც გულისხმობს გზების აშენებას, საჯარო სკოლების მოწყობას, სოციალური გასაცემლების გაცემას და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომაც ქვეყნები იღებენ ვალს, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა. ზოგადად არსებობს კარგი ვალი და ცუდი ვალი. კარგი ვალი არის ის, რომელიც განვითარებაში დაგეხმარება, ცუდი ვალი არის ის, რომელიც დაგაქცევს, მაგრამ როგორც წესი ქვეყნები სწორედ კარგ ვალს იღებენ, იმიტომ რომ ქვეყანა არის აქ, მთელ ქვეყანაზე არის საუბარი და ძალიან პრაგმატულად ხდება ეს ყველაფერი გათვლებით და პროგნოზებით და ასე შემდეგ. ზოგადად ქვეყნებს აქვთ ვალი სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების მიმართ, ასევე საკუთარი მოსახლეობის მიმართაც შეიძლება იყოს ვალი და ამერიკის შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველა ამ ტიპის ვალთან, რომელსაც იღებს ამერიკა როგორც ახალი პროექტების განსახორციელებლად, ასევე ბიუჯეტის შესავსებად, საქართველოს შემთხვევაში მაგალითად აგრეთვე იღებს ვალს ქვეყანა, როცა უნდა კონკრეტული სტრუქტურული რეფორმის გატარება, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც წესი დიდი ქვეყნები არიან ხოლმე დამფინანსებლები, მათ შორის ამერიკა, იგივე მსოფლიო ბანკის გავლით, რადგან მსოფლიო ბანკი არის ამერიკის მიერ გარკვეულწილად დაფუძნებული და მისი უდიდესი აქციონერიც სწორედ
ამერიკის სახელმწიფოა. მოკლედ 2026 წლისთვის იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი, შერაზედაც ისაუბრე და ამიტომ გაიზარდა ვალი ასე დრამატულად. თავდაცვის ბიუჯეტი კი იმიტომ იზრდება, რომ გლობალურად გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან დაძაბული და ტრამპის ერთ-ერთი ხედვის ნაწილია ის, რომ ამერიკა აქციებს წამყვან ქვეყანად არა მხოლოდ ფორმალურად, როგორც ეს დღეს არის, არამედ სხვა ქვეყნების და ადამიანების აღქმაში და ამიტომაც პირებს ის ძალიან დიდი მოცულობით სამხედრო პროგრამების დაფინანსებას, მათ შორის ვიცით, რომ ახალი თაობის გამანადგურებელზე მიდის მუშაობა და ასე შემდეგ. აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენიმე დღის წინ ნატოს პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ მოკლედ თავდაცვის დეპარტამენტს უნდა დაერქვას ომის დეპარტამენტიო, the Department of War, ასე ერქვა მას ადრე და ამ სახელს უნდა დაუბრუნდეთო, რადგან ეს თავდაცვის დეპარტამენტი დონალდ ტრამპი როგორც ამბობს, არის პოლიტკორექტული ტერმინი, რომელიც მოგვიანებით იქნა შემოღებული და ამან გარკვეულწილად ამერიკას საკუთარი სტატუსი დააკარგვინა მსოფლიო ლიდერების თვალში. მოკლედ, როგორც ამბობენ, ნაწილი ამ თანხისა მობილიზებული იქნება იმ ფულიდან, რაც გათავისუფლდა დოჯის საქმიანობის მიერ, ანუ ილონ მასკის პირდაპირ ჩართულობით, მაგრამ იქ 2 ტრილიონი უნდა დაზოგილიყო საერთო ჯამში და დაიზოგა რამდენიმე ასეული მილიარდი, ისიც თუ დაიზოგა, მათ შორის დიდი ნაწილი უბრალოდ USAID-ის გაქრობით შეიქმნა, რადგან გაჩნდა ეს ფული, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი პროგრამა არ იყო დასრულებული. განათლების დეპარტამენტის უნდა გაუქმებულიყო, როგორც ვიცით, ფორმალურად დაწყებული ეს პროცესი, მაგრამ ბოლომდე მიყვანილი ჯერჯერობით არ არის. მოკლედ, ამერიკას თეორიულად მაინც შეუძლია უსასრულოდ ვალის რაოდენობის გაზრდა, ერთი იმიტომ რომ არასდროს განვიცდია დეფოლტი ამ დრომდე, ანუ საკუთარი ვალზე არასდროს არ უთქვამს, რომ ვალს ვერ გადაიხდის, რის გამოც მას ყველა ენდობა, თან ამერიკა დოლარს უშვებს და აი დოლარს უკავშირდება მეორე მიზეზზე, რადგან თეორიულად მაინც ფედს შეუძლია იქამდე ბეჭდოს და იქამდე გამოუშვას დოლარი მიმოქცევაში, სადამდე ეს შესაძლებელია. თავად ეს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ვალზე არის დამოკიდებული, შეიქმნა სწორედ ბრეტონ ვუდსის სისტემის დამხობის შემდეგ, როცა ოქროს სტანდარტზე თქვა, კაცობრიობა მოარი და გადავიდა ფიატურ ვალუტაზე და მას შემდეგ უკვე ეს ვალი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ლამის თვალ მსოფლიოში ასე ძალიან გაიქცა და ეს იწვევს სწორედ იმ ინფლაციას, რომელიც ბოლო წლებში ასე დაფიქსირდა და სწორედ ფიქსირდება მაშინ, როცა გლობალური კრიზისი არის ამა თუ იმ ქვეყანაში და ცხადია კრიზისებისგან დაცული არც ამერიკის შეერთებული შტატებია. თუ რა ვისაუბროთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებზე და ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრას, რომელიც გაიმართა ნატოს სამიტის ფარგლებში და ლიდერებმა როგორც ჩანს მშვიდობის საკითხზე ისაუბრეს. როგორც ტრამპი ამბობს, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელიც მას ჰქონია უკრაინის პრეზიდენტთან და როგორც ჩანს, გარკვეულწილად გამოიკვეთა უკვე ომის დასრულების კონტურები უშუალოდ უკრაინასა და ამერიკას შორის მოლაპარაკების დონეზე. ცხადია, აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ჩართულობაც და მისი დათანხმებაც ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა თუ კი იქნება კონსენსუსი უკრაინასა და ამერიკას შორის, ამერიკას ვიცით, რომ აქვს იძულების ბერკეტები, ისეთი როგორიც პლანეტაზე არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს, შესაბამისად ტრამპს შეუძლია სწორედ ეს ბერკეტები ამოქმედოს. აქ ალბათ ბიორი სპირიტით ბომბის ჩამოგდებაზე მსჯელობა არ მიდის, მაგრამ მიდის მსჯელობა სანქციების ისეთი პაკეტის ამოქმედებაზე, როგორც თავად ტრამპი ამბობს, ჯერ არავის უნახავს, შესაბამისად სწორედ ეს იქნება სავარაუდოდ ის ბიორი სპირიტის ეკვივალენტი ეკონომიკურ საკითხებში, რაც შეიძლება ყოფილიყო ბომბი მაგალითად ისეთი როგორც გამოიყენა ირანში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებით ამ შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით. მოკლედ, ეს საკითხი არის განსახილველი, როგორც ტრამპი ამბობს, მშვიდობის დასრულებასთან უკვე ახლოს არიან ისინი. გამოიკვეთა უკვე ასე ვთქვათ კონტურები იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მშვიდობა მიიღწეს და ნახოთ რამდენად გამithარდება ეს მოვლენები, რადგან ბოლო 3 კვირა დაახლოებით ამ მიმართულებით უკვე სიახლეებიც კი აღარ ისმის, აი რაღაც დაბალ დონეზე დიპლომატიურ არხებში შეიძლება მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უკვე რას ეხება, ისიც აღარ ვიცით, რადგანაც მშვიდობა ასეთ დონეზე არ წყდება. როგორც წესი, მშვიდობისთვის საჭირო არის, რომ მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებობდეს კონსენსუსი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტია, რომ არ არსებობდა განსაკუთრებით ირანთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ამ დროს ძალიან რთულია მშვიდობაზე ილაპარაკოს სხვა კონფლიქტში, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად ჩართვასაც კი განიხილავდა რაღაც დონეზე ირანის დახმარების კუთხით, ცხადია ის ისრაელის წინააღმდეგ არასდროს არ წავიდოდა ირანის გამო, ესეთ რამ არ მოხდებოდა არასოდეს, მაგრამ გარკვეულ დახმარებაზე იყო მსჯელობა. მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი აზრები არ ყოფილა, მაგრამ მოველით რომ უნდა დაიწყოს და აქვე იმასაც ვხედავთ, რომ უკრაინის მხრიდან ჩანს ზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიძინოს ამერიკული ტექნიკა, მათ შორის როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მიმართულებით და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ სიტყვა შესყიდვა. უკრაინა გეგმავს ამ ტექნიკის ყიდვას და არც
თხოვნას ან თანხის გადავადებას ან გრძელვადიანი კრედიტის აღებას არა უკრაინას უნდა პირდაპირ ყიდვა ამერიკიდან ამ ტექნიკის, რადგანაც რა თქმა უნდა ამერიკაზე უკეთეს ტექნიკას სამხედრო კუთხით არავინ არ აწარმოებს პლანეტაზე, ხოლო უკრაინას თუ უნდა თავის დაცვა და რუსეთის წინააღმდეგ გადარჩენა, მას სჭირდება ასიმეტრიული ბრძოლის იარაღები, ხოლო საუკეთესო ასიმეტრიული ბრძოლის იარაღებს ქმნის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო ამ იარაღების მიწოდების მზაობა ტრამპს ამ ეტაპზე ნამდვილად აქვს. თან ყიდვის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია თავად ტრამპისთვის, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მოკლედ საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ამერიკას და სხვა ქვეყნებს შორის იყოს პოზიტიურად გადახრილი ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს. რათა ის ვალი შემცირდეს, რომელზეც წეგან ვისაუბრეთ. მათ შორის კი რომ ვალი შემცირდეს და დოლარის ჰეგემონია გაიზარდოს და ამერიკაში უფრო მეტი საბურნავი კაპიტალი დარჩეს, მარტივად რომ ვთქვა. მოკლედ, მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ნატოს ლიდერებს, ის აგრძელებს ევროპულ ტურნეს და მოკლედ უკრაინამ და ევროპის საბჭომ ამ ტურნეს ფარგლებში ხელი მოაწერეს ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც მოგვიანებით გამოიკვლევს და გაასამართლებს იმ ომის დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთ-უკრაინის ომში. აქ ცხადია რუსეთის მხარე იგულისხმება ძირითადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ მხარეს და მეორე მხარეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანმა ალენ ბერსემ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც სწორედ არის ფუძემდებლური დოკუმენტი ამისა, აგრესიის დანაშაულების განხილვა, საერთაშორისო სამართლის გამოყენებით და იმ ადამიანების დაждდეს გულისხმობს ეს, რომელმაც გაეროს ქარტია დაარღვეს. მაგრამ ეს რაღაც ისტორიულ პროცესს გვაგონებს ეს სხვა. ხო, ნიურნბერგის პროცესს გვაგონებს, მაგრამ ნიურნბერგის პროცესმა იმუშავა, რადგან იქ აღსრულების მექანიზმები სხვა სიტუაცია იყო, რადგან გერმანია ერთპიროვნულად დამარცხებული ქვეყანა იყო მაშინ და მზაობა იყო ევროპის კონტინენტზე, რომ მართლაც გაესამართლებინათ კონკრეტული წევრები, კონკრეტული რეჟიმისა იმ დროს, მაგრამ ჯერჯერობით იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, ნუ საერთოდ არ არის მაგიდაზე, ხოლო თუ კი გავითვალისწინებთ, რომ სავარაუდოდ გარკვეულწილად მორიგებით დამთავრდება ეს ომი ალბათ ამერიკის ჩართულობით, ცხადია ევროპას შეუძლია მაინც რომ თეორიულად გაასამართლოს პუტინი, როგორც ეს ერთხელ უკვე ICC-მ გააკეთა, მაგრამ ვერ აღასრულებს. ცხადია ამას ვერ აღასრულებს, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი ფურცელზე ნამდვილად კაია, მაგრამ აღსრულების მექანიზმები მან და არ არის, რადგან თუ ქვეყანა თვითონ სხვა შორის შეიძლება ქვეყანა აღიარებდეს კიდევაც ამ კონკრეტულ უკანონმდებლობას, მაინც არ აღასრულებდეს, როგორც ეს ICC-ის შემთხვევაში იყო, როცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა ვლადიმერ პუტინი, სამხრეთ აფრიკა არის ხელმომწერი ამ დოკუმენტის, მაგრამ მისი ურთიერთობიდან გამომდინარე ვლადიმერ პუტინთან არავის ის არ დაუკავებია იქ და შესაბამისად სამხრეთ აფრიკასაც არავინ არ დაждის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა სუვერენული სახელმწიფოა და ეს მეტაფიზიკური კონცეფტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოში რაღაც ერთიანი წესრიგის დამყარებას, მისი თუ არ გჯერა და თუ ყველა არ აღასრულებს, მაშინ ის არ მუშაობს. თუ ყველა მაგასრულა იმუშავებს და იდეალური იქნება ყველაფერი, მაგრამ ეს ხადი ასე არ არის. ამიტომაც შეიძლება ტრიბუნალი შეიქმნას, შეიძლება კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ვლადიმერ პუტინი გასამართლდნენ, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ პუტინი ციხეში ჩაჯდება ამის გამო, ნულის ტოლია აბსოლუტურად, რადგან ეს სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან ამას არ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას ის ვითარება, რომელიც დღეს არსებობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანიის დროს მეორე მსოფლიო ომში, რომელიც დამარცხდა, მას შემდეგ ისეთი ძვრები იყო მსოფლიოში, გერმანია გადაკეთდა სხვა ქვეყანად ამერიკის ჩართულობით მათ შორის და სულ სხვა სიტუაცია იყო დღეს ამის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს. ნამდვილად და ალბათ არც არავინ ეცდება იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედებას, რაც გულისხმობდეს იქნება მაგალითად რუსეთში შეჭრას და პასუხისმგებელი პირების დაჭერას და გადაყვანას. ვერც გააკეთებენ უბრალოდ არის აბსურდი მსგავსი რამ არაგზით არ მოხდება ამჟამინდელ რეალობაში, თუ კი რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა. მოკლედ, რეალობის ცვლილებაზე რადგანაც საუბრობთ, ვისაუბროთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს უკავშირდება დოლარის ჰეგემონიას. დოლარი ეს არის, რა თქმა უნდა, ამერიკის ეროვნული ვალუტა, რომელიც ამავდროულად არის გლობალური სარეზერვო ვალუტა, ანუ ეს მხოლოდ ამერიკის ვალუტა არ არის, ეს არის პლანეტის ვალუტა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ შედეგს აფიქსირებს, კერძოდ მას აქვს მიმდინარე წელს 10.3%-იანი გაუფასურება გლობალურ სავალუტო კალათასთან მიმართებით. ამ კალათაში მხოლოდ დოლარი არ არის, ხადია იქ შედის ევროც, იუანიც, რუბლიც, ლარიც და ყველაფერი რაც გაგიგიათ.
დაახლოებით 200 ვალუტა. მოკლედ ამ 200 ვალუტასთან მიმართებით დოლარი არის გაუფასურებული და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მას ცუდი შედეგი აქვს ევროსთან მიმართებით, რომელიც ამ ეტაპზე იქცა დოლარის კონკურენტ ვალუტად და სხვათა შორის დღევანდელი ლარის გაუფასურება ესე დრამატული ევროსთან მიმართებით იყო სწორედ აი ამ მოცემულობით ახსნან, რომ ევრო თავად იძენს დამატებით მყიდველობით უნარს დოლართან მიმართებით, რადგანაც ინვესტიციები გარკვეულწილად ევროში უფრო მეტად გადადის, მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი არის გაუფასურებული და აფიქსირებს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდ შედეგს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის ეკონომიკას რაღაც ჭირს ან ამერიკული საფონდო ბირჟა ვინმეს ჩამორჩება. პირიქით, სწორედ დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა აფიქსირებს ახალ რეკორდს და ამ დროს ევროპული საფონდო ბირჟა რეკორდთან საერთოდ ახლოსაც კი არ არის, მას რამდენიმე თვე დასჭირდება წელიწადი, რომ რაღაც მიუახლოვდეს იმ შედეგს, რასაც ამერიკა აფიქსირებს, რადგანაც დოლარი არის ერთი განზომილება, ეკონომიკა არის აბსოლუტურად სხვა განზომილება და თავად საფონდო ბირჟა საერთოდ სხვაგან იმყოფება, რადგანაც დოლარი გაუფასურდება თუ არ გაუფასურდება, ეს საფონდო ბირჟას არ აინტერესებს, რადგანაც ბიზნესები მოერგებიან გაუფასურებულ დოლარს, გაზრდიან მაინც მოგების მარჟებს, ფასების მატების პრინციპი და შესაბამისად მაინც დააგენერირებენ დამატებით დოლარს, ამიტომაც იმის შიში და იმის ფიქრი არ უნდა გქონდეს, რომ ამერიკას რაღაც მოუვა, იმიტომ რომ დოლარი გაუფასურდა. ეს არის განპირობებული მეტწილად საერთო ჯამში სპეკულაციით, რადგანაც ბაზარზე ტრეიდერები აქტიურად ვაჭრობენ და მათ გონიათ, რომ ტრამპის სავალუტო და სავაჭრო პოლიტიკა საბოლოო ჯამში დააზიანებს ამერიკას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკა ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის ახერხებს ყველანაირი გამოწვევის გადალახვას და როგორც წესი ამერიკის წინააღმდეგ ქსონის დადება ყოველთვის ყველასთვის სრულდება კრახით. ხო, თან ერთ საინტერესო ფაქტს დავამატებ, რომ ეს 10%-იანი გაუფასურება კი ვიხილეთ ბოლო პერიოდში, მაგრამ მიუხედავად ამისა დოლარი მაინც 99% არის გაუფასურებული, მის თავდაპირველ აზრი არ აქვს და ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან 100%-ით შეუძლებელია რაღაც გაუფასურდეს, მაგრამ 99%-ით იქნება ის ყოველთვის გაუფასურებული, მაგრამ თავად ეს 99% შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან მოკლედ მათემატიკა ასე მუშაობს. ამერიკიდან გადავნოსოთ ჩრდილოეთით, კანადაში, უпростоროდ კანადის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ კანადის შესახებ ეს წინადადება თქვა მარკ კარნიმ, რომელიც იმყოფებოდა ევროპაში, კონკრეტულად ამსტერდამში, სადაც გაიმართა ნატოს სამიტი. ცხადია, ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი არის ამერიკასთან ერთად კანადა, მაგრამ კანადას და ამერიკას ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური ვითარება გაუჩნდათ, მიუხედავად მათი ძალიან დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობისა. ტრამპი რაც მოვიდა მას შემდეგ, ლაპარაკობს ის და ამბობს იმას, რომ მოკლედ 51 შტატი უნდა გახდეს კანადა, რადგან ასე კანადისთვის იქნება უკეთესი, ანუ რეალურად ანექსირებას უჭერს ის მხარს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კანადის ტერიტორიისა, რასაც ცხადია კანადელები არ იზიარებენ, რადგან კანადა კი არის ყველაფრით მსგავსი ამერიკის შეერთებული შტატებისა, მაგრამ ცალკე ისტორია აქვს და ადამიანებიც განსხვავებულები ცხოვრობენ, მან რამდენიმე ენაზე საუბრობენ, მათ შორის ფრანგული არის სახელმწიფო ენა და ცოტა სხვანაირი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ხოლო მაგალითად კანადური გუნდები თამაშობენ NBA-ში და ასე შემდეგ. ძალიან მჭიდროდ არის ეს ორი ქვეყანა დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ამბობს მარკ კარნი, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპმა მოუკლო რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კანადის ანექსირება სურს და კანადის დამატება სურს ამერიკის შეერთებული შტატების რიგებში, რაც ალბათ იმას უკავშირდება, რომ ახლოს არიან ქვეყნები მოლაპარაკებების თაობაზე ტარიფებთან მიმართებით, რადგან მთელი არსი იმისა, რასაც ტრამპი ამბობდა, იყო და ამოსავალი წერტილი იყო, რომ მოკლედ თუ კი კანადა გაერთიანდება ამერიკასთან, მაშინ ორივე ქვეყნისთვის ეს იქნება კარგი, ეკონომიკები გაძლიერდებიან, ხოლო ტარიფები არ იქნება დაწესებული, რადგან ცხადია თავის თავს ამ შემთხვევაში ამერიკა თავის ერთ-ერთ შტატს კოლუმბიას თუ რა ვიცი, ნებისმიერ კოლუმბიას კი არა და DC-ს ან მაგალითად კალიფორნიას ან ნიუ-იორკს, ხო, ვერ დაუწესებს ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტარიფს. შესაბამისად, აი ლოგიკა ეს იყო, მაგრამ ამას კანადელები არ იზიარებენ, რეალურად არც არავინ იზიარებს ტრამპის ტარიფების გამო ქვეყანას არავინ არ მისცემს ამერიკას. ხო, შესაბამისად ეს რიტორიკა ნელ-ნელა შემცირებულია, როგორც ასევე მაგალითად დანიის მისამართით, რომელიც გრენლანდიის კუნძულს ფლობს, რომელიც ყველაზე დიდი კუნძულია პლანეტაზე და მის მიმართაც უკვე кайხანი არაფერი არ გვსმენია ამ მიმართულებით. კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ და ეს უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც წლების და ლამის საუკუნეების განმავლობაში ცხადია მას არაბთა გაერთიანებული საამიროები არ ერქვა, მაგრამ ცნობილი იყო თავისი უცნაური ბუნებით, უფრო მეტად იმით, რომ იქ ბუნება ძალიან ლიმიტირებულად არის წარმოდგენილი და იმით, რომ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს რეგიონი იყო ზემდიდარი ნავთობით და სწორედ ნავთობმა
მოახდინა ის, რაც მოახდინა ამ რეგიონში, კერძოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები იქცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოდ. თავად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობის ინდუსტრიასთან ერთად განვითარდა ერთი მეგაპოლისი, რომელიც არის დუბაი, რომელიც დღეს არის პლანეტის მიზიდულობის წერტილი არა მარტო უბრალოდ პროფესიონალებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, არამედ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. იქ ჩადიან მილიონერები და მილიარდერები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ზოგიერთი მიდის ევროპიდან, ზოგიერთი მიდის ამერიკიდან და ძალიან ბევრი ნაწილი მიდის რუსეთიდან, მათ შორის და აზიიდან, ჩინელი მილიონერების დიდი ნაწილი დუბაიში არის წარმოდგენილი. შეიძლება იქ არ ცხოვრობდნენ ყოველდღე, მაგრამ ბინას მინიმუმ ფლობენ და რეზიდენციას ფლობენ, რადგანაც დუბაიში ყოფნა არის ხელსაყრელი 2 და 3 მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, რომ იქ გადასახადები თითქმის არ არის, არავინ არ მოგთხოვთ რაღაცის გადახდას ისეთისას, რაც თქვენ არ მოგესურვებათ. მეორე ის არის, რომ თქვენი უფლება და ასე ვთქვათ, ანონიმურობა იქნება თუ ეს პრივატულობა არის დაცული მაღალ დონეზე და იქ შემოსავლების სამსახური ისეთი აქტიური არ არის, როგორც ამერიკაში, სადაც IRS უნდა აუხსნა აბსოლუტურად ყოველი თეთრის წარმოშობის ისტორია, ასეთ რამ დუბაიში არ ხდება მილიარდითაც რო ჩახვიდეთ, არავინ დაგისვამ შეკითხვას, საიდან მოვიდა ეს მილიარდი და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ იქ როგორც წესი უძრავი ქონების ყიდვა იყო ძალიან მარტივი. განსხვავებით შვეიცარიისგან, სადაც თუ მილიონერის რომ იყოთ უძრავი ქონებას მარტივად ვერ იყიდით, რადგანაც სპეციალური ლიცენზიის მიღება გჭირდებათ მთავრობის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, დუბაის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი უნდა გართულდეს, რადგანაც როგორც ჩანს, ისეთი ადამიანები ჩავიდნენ დუბაიში, რომლებიც ჯობს რომ არ ჩასულიყვნენ, რადგანაც ზოგიერთი მათგანი არის სანქცირებული, ზოგიერთი მათგანი არის საეჭვოდ გამდიდრებული, ზოგიერთი საერთოდაც არის თაღლითი და მათ შორის კრიპტო ინდუსტრიის წარმოადგენელი თაღლითების დიდი ნაწილი სწორედ დუბაიში იყრის თავს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. მოკლედ, გართულდება უძრავი ქონების შეძენის და რეგისტრაციის პროცედურა, უკავშირდება ეს როგორც რეზიდენტურას, აგრეთვე საცხოვრებელ უძრავ ქონებას, პენტჰაუსს, აგრეთვე კომერციულ უძრავ ქონებას, ნებისმიერ სახის ფართს, მოკლედ ყველაფერს გართულებული პროცედურა ამოქმედება და ადამიანს, რომელსაც სურს დუბაიში უძრავი ქონების შეძენა, თავად მოუწევს იქ ჩასვლა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა და როგორც ჩანს გარკვეული სკრინინგის პროცედურის გავლა, რადგანაც ყველას არ შეეძლოს ესე მარტივად იქ უძრავი ქონების ყიდვა, ვინაიდან ზოგჯერ კომპანიები, ოფშორული კომპანიები ყიდულობდნენ იქ უძრავ ქონებას და შემდეგ რაღაც ისეთ საქმეს აკეთებდნენ, რაც არ იყო როგორც ჩანს დუბაის ხელისუფლებისათვის სასურველი, ეს კი იწვევდა რა თქმა უნდა საერთაშორისო კრიტიკას და დუბაის სურს თავიდან მოცილება ამ კრიტიკის და იმ ლაქის, რომელიც გაუჩნდა მას ბოლო პერიოდის განმავლობაში. დუბაი სხვა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება, აგრეთვე მიუხედავად იქ არსებული ძალიან რთული ჰავისა და ტურიზმთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო სიახლე და ინიციატივა განიხილება ევროპის პარლამენტში, სადაც მოკლედ სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე კომიტეტმა დაუჭირა მხარი ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მოკლედ 7 კილოგრამამდე ხელბარგი იქნეს უფასო. რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლედ კანონით მოთხოვნა თუ კი მიიღებს უკვე მთლიანად ევროპარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ევროპის შიგნით, ევროკავშირის შიგნით ყველა ფრენაზე მინიმუმ 7 კილოგრამიანი ბარგი ერგება მომხმარებელს უფასოდ, რაც პირდაპირ ურტყავს low-costerებს, ეგრეთ წოდებულს, ან double ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, რადგან პრემიუმ კომპანიებთან, ან შედარებით პრემიუმ კომპანიებთან მიმართებით 7 კილოგრამიანი ბარგი ისედაც როგორც წესი ხელბარგი ყოველთვის შედის. შესაბამისად, ეს პირდაპირ არის მიმართული low-costerებს წინააღმდეგ, რომელთა შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით მე-13 მოდის სწორედ ბარგის ზომასთან და წონასთან გადაცილებით დაკავშირებულ ოპერაციებთან, რადგან ძალიან მინიმალური მოთხოვნები აქვს, რომელთა დაკმაყოფილება ძალიან რთულია, რის გამოც ადამიანს, რომელსაც სურს, რომ წავიდეს და წაიღოს კონკრეტული ბარგი სადმე, უწევს ის, რომ ვერ ჩაეტება, თუ ვერ ჩაეტია ეს კონკრეტულ ზომაში და წონაში, უწევს რომ გადაიხადოს ძალიან დიდი მოცულობის თანხა, ხშირად ეს თანხა იმდენია, რომ მოკლედ ამ უკეთესი ბილეთი ეყიდა ჯობია. ან იმდენი ტანსაცმელი შეგიძლია უკვე იმ ქვეყანაში იყიდო, რადგან სწორედ ამაზე დგას გარკვეულწილად ეს ბიზნეს მოდელი. მაგრამ ნუ შეიძლება ეს შეიცვალოს და მოკლედ Ryanair იქნება ეს ვიზიარი თუ ნებისმიერი სხვა კომპანია მოგვიანებით უკვე ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ 7 კილოგრამიანი ბარგის ატანის უფლება უფასოდ მისცეს საკუთარ მომხმარებელს. ხო, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება რუსეთს, სადაც როგორც ჩანს, უკვე მომავალი წრიდან ამოქმედება ციფრული რუბლი, ანუ CBDC. დიდი ხანია CBDC-ზე არ გვისაუბრია, ეს არის ეროვნული
ვალუტის ერთგვარი ევოლუცია არ უნდა შეგვეშალოს ეს კრიპტოვალუტაში ან stable coin-ში, რადგანაც CBDC-ის გამოშვები არის ცენტრალური ბანკი და ამ მიმართულებით ძვრები იყო საქართველოშიც, მაგრამ როგორც ჩანს ციფრული ლარის პროექტის გარკვეულწილად დაპაუზებულია, მაგრამ რუსეთში ძალიან უნდათ რომ 2026 წელს ეს პროექტი ჩაეშვას და 2028 წელს უკვე სრულად იყოს ამოქმედებული. დიდ ბანკებს გაუჩნდებათ ვალდებულება რომ CBDC-ის ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ უზრუნველყოფა მოახდინონ, ხოლო თავად CBDC-ის მთელი არსი ის არის რომ ცენტრალური ბანკი ხედავს ყველაფერს და აკონტროლებს ყველაფერს და ამ მიმართულებით ძალიან ლოგიკურია რომ ყველაზე აქტიურები არიან რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი, რადგანაც ყველაზე მეტად კონტროლი და ტოტალიტარული ასე ვთქვათ დაკვირვება მომხმარებლებზე და ადამიანებზე უყვართ ამ ქვეყნებში, შესაბამისად ძალიან დიდი ინტერესი არის ამ ქვეყნების მხრიდან და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს რომ 2026 წელს რუსეთში ნამდვილად ვიხილოთ ერთ-ერთი პირველი CBDC პლანეტაზე. აი ესეთი სიახლეები ისმის მსოფლიოდან და მათ შორის რუსეთიდან, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რომელსაც დღის რიცხვის ფორმატში გაგაცნობთ ზუსტად 1 წუთში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის შემდეგ. დღეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში 22 ავიარეისი გაუქმდა. აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgias ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 10 ფრენა, დედაქალაქიდან კი 12 ფრენა გადაიდო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით ხულო-თაგოს საბაგიროს მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ ხულო-თაგოს საბაგირო დაახლოებით 1 წელია გაჩერებულია. მის ნაცვლად იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობების მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. რუსეთის რკინიგზის განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის 10 მილიარდ დოლარიანი პროექტი, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სახალისებაა, სულ-მცირე 2026-2027 წლამდე გადაიდო. კომპანიის გენერალური დირექტორის ანდრეი მაკაროვის თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რუსეთის რკინიგზას შესაბამისი ფინანსური რესურსი უბრალოდ არ აქვს. რუსეთის რკინიგზის საბიუჯეტო დეფიციტი იმდენად საგანგაშოა, რომ შეზღუდვების შესაძლოა სხვა პროექტებზეც დაწესდეს, მათ შორის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანზე და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქების სარკინიგზო ხაზების რეაბილიტაციაზე. არადა რუსეთის რკინიგზის კონტრაქტორები ამ რეგიონში ყველაზე დიდი მოცულობით სახელმწიფო გადასახადებს იხდიან, ანუ ბიზნესის გაჩერება ამურის და ხაბაროვსკის ოლქების სოციალურ ცხოვრებაზეც უეჭველად აისახება. მიმდინარე წელს რუსეთის რკინიგზის საინვესტიციო პროგრამა დაახლოებით მე-13-ით, ანუ ერთბაშად 6.5 მილიარდი დოლარით შემცირდა, მაგრამ კონკრეტული პროექტების შემთხვევაში საბიუჯეტო კლებო იმდენად შთამბეჭდავია, რომ ისინი სავარაუდოდ დიდი ხნით გადაიწევს. ბიუჯეტის შემცირების მთავარი მიზეზი კაპიტალის გაზრდილი ღირებულება, რაც ქვეყანაში არსებული 20%-იანი რეფინანსირების განაკვეთით აიხსნება. საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში რუსეთის რკინიგზა წელს 8 მილიარდ 700 მილიონ დოლარს გადაიხდის, რაც კომპანიის შემოსავლის მე-4-ია. თავად ეს ხარჯი წლიურად 6-ჯერაა გაზრდილი, რაც იმით აიხსნება, რომ ბიუჯეტი 16%-იან განაკვეთზე იყო დაგეგმილი, მაგრამ მზარდი ინფლაციის ფონზე ცენტრალურმა ბანკმა მოსალოდნელზე გაცილებით მკაცრი პოლიტიკა გაატარა. პარალელურად რუსეთის ფედერაციაში სარკინიგზო გადაზიდვები იკლებს. ესეთი იყო დღევანდელი საქმიანი საღამო. წინ გელოდება თელარე გელანდიას საავტორო გადაცემა. წერტილი ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი.